მოგესალმებათ მეგობრებო. ახლოვდება ასე ნანატრი ფაქტოლებისთვის ნანატრი ახალი წელი. შეგახსენებთ რომ საქართველოს ხელისუფლებამ 5 და 6 იანვარი უკმეთღებად გამოაცხადა დადგენილებას. მაგრამ ისაც ესე იყო პრინციპში. მე თუ გითხოთ 14-მდე უკმეთღები არის. მე ხარ დამაკრა თავში. აკაცუკების და მაიმუნების ფეიკი ხო არ არის ეს, მაგრამ რატო? არა. მაგათო მუშაობა უყვართ ძალიან. მუშაობა არა ის. ხო, მოკლედ ჩვენ სამშაბათს, შემდეგ სამშაბათს, ახლა სამშაბათი რომ მოვა. ვიქნებით ეთერში ამ წლის ბოლო გადაცემა გვექნება და მე 12-მდე დაგასვენებთ და ჩვენს დავისვენებთ. მაგრამ მანამდე ესეთი რეჟიმით განვაგრძოთ, მოვიხილოთ რაღაცეები და ერთად ვიცინოთ, ძირითადად სალაღობო ხასიათზე დავდგეთ. ამას ხელს შეუწყობს ირაკლი ტაბლიაშვილი. სერიოზული გიჟი. და ყოველ ჯერზე, ყოველ შემდეგ ჯერზე როცა მაგალითად კრძალავენ პროტესტს, ერთი ინდივიდი და ინდივიდთა ერთობა საზოგადოება ეს გუშინდელი აქციიდან კადრია, მოქალაქეები პოულობენ ასე უნდა თქვა გამოსავალს, პროტესტსაც აგრძელებენ და აგძლიერებენ კიდეც და შეგდებულადაც კი მიდიან ჯარიმებზეც, რაოდენ გასაკვირიც, არ უნდა იყოს ეს გასაკვირი არ არის და საპატიმროშიც კი არც ესაა. გასაკვირი სწორედ ესაა, ნერვებს რომ უშლის, დიდად რომ უშლის ნერვებს უშუალოდ ივანიშ ცხადია კაცო. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ დიდი ბოდიში და მოისახოთ რამდენს ბოდავს. ეს არის ავანტყოფიკაცია რა. არა, რამდენს ბოდავს ეს კაცო, ვინმე კეთილის სურვილი არ აქვს. მე მგონი, მე მაგ ეგეთი თეორია, რომ თვითონ ფორმულაზე გადის ეს გადაცემა. ნუ აღარ არის, შენ უფრო უშვებ. ერთ წუთი ნახე მე რა თეორია მაქვს. თვითონ ფორმულასაც ეთყობა ისეთი ერთი მხრივ ფინანსური და მეორე მხრივ ეგზისტენციალური პრობლემები აქვს, რომ რაღაცებს ყურადღებას ვეღარ აქცევენ. ფორმულას მესვეურებმა არ იციან ეს გადაცემა რომ გადის მან. ჩვენ ვახსენებთ. და არც არავინ კურირებს კეთილის სურველი რო უთხრას თავის გადმოსახედად მაშინ ეთყობა კარგად ეჩვენებოდათ, მაგრამ ფაქტია ეს როგორ უნდა მოგეჩვენოს ოდესმე კარგად. როგორ უნდა მოგეჩვენოს და მანამდე ყავდათ მუდმივ კონტროლზე, წამლებზე. ეხლა გაიქცა, ეხლა გამორჩება ხოლმე ეს წამლები და ჩაწერის დროს თუ გამაზა, ანუ ჩვენ ვართ სანიტარი, ხო? ეხლა ტყის სანიტარი, გელი ხო არის ტყის სანიტარი და ჩვენ ვართ ოპომედიის სანიტარი, რომ ვაჩვენებთ როგორც იქნა თავიანთი გადაცემა, ხო? დაახლოებით ეგრე კი ბატონო. მაშინ ვალერი გელბახიანი გავუშვით. ეხლა გინდა წინოს ქართულად წინოს გინდა რა მე ვებზოდი. ბიჭო, ძალიან სვერს მანებზე შეთავსეს. ხო და იმიტომ გავებზოდი რომ მე კუჩქებში დამალულ ხალხს ეთქვა რომ მე ვებზოდი. ახლა ეს ხალხი ვინც არის ქართული ოცნება. ჩვენ რომ ვებზოდი ქართულად ისინი ვებზოდნენ ჩვენ. ეხლა რამოდენიმე სიტყვა როგორ ებზოდა ეს ნაციონალურ მოძრაობას არ ვიცი, ალბათ შეიძლება ვინმე გამოიკვლიოს ის ხვლიკი რომ მოღალატეა ეს ვიცით. ამის ბრძოლა დამთავრდა ის რომ კოდუა მიუყვანა ბადრის ცხონებულს და ამან შეიწირა ძალიან დიდი ხნით გააჩერა საპროტესტო მოძრაობა, ბადრი გარდაიცვალა, იმედი დაიკარგა და ეს იყო მებრძოლი ასე ვთქვათ. ხო და რაც შეეხება შემდეგ რა მოხდა, შემდეგ ამას ეძებდნენ დედის საფლავზე თუ გასვენებაში ვერ ჩამოვიდა და ბოლოს გაექანა მიშას უკანასში შეერჭო, როცა უბაზივით არანაირი ასე ვთქვათ რეზონი და მონუმენტურობა აკლდა. აი ეს არის ამის ბრძოლა ხა ვალერი გელბახიანის. ისე ჩვენ მინუსია მე მგონი ეგ რომ ჩვენ მაინც ესე ერთგულად და ყოველკვირეულად აქუს და გელბახიანს ვაინც ვუშვებთ და ვაკომენტარებთ. არა, აქ კარგად თქვა აქუ. მეს არა და თან ბიჭო ანუ ხომგაი. ანუ ერთი მეორეზე მკვდარი არხები გაუშვით, ანუ ჯერ გაუშვით ფორმულა, კაცი ამათში რეალურად გასარკვევი არის ეგ რომ კავკასია უფრო მკვდარია თუ ფორმულა. თუ მკვდარს აეკიდა არის. კავკასია არ დახურეს, იმიტომ რომ უბრალოდ აი ვერ შეამჩნიეს ეს ერთი და მეორე ერთი საჭირო იყო რაღაცა კლოუნა და ანუ კავკასია იყო ის რომ აი რა დღეშია ოპოზიცია. ერთ თავის დროზე ხო? ხო, ერთ თავის დროზე. როცა ეს ებრძოდა. გია ბარამიძე
ეს ძალიან რთული პროცესი იქნება შეთანხმებით, იმიტომ რომ იქ უნდა დაიძლიოს ამბიციები, დაიძლიოს ბოღმა, დაიძლიოს ეს პარტიული პირადი ინტერესები და პირველ პლანზე უნდა ერთმანეთს დაველაპარაკოთ, გულწრფელად თვალებში შევხედოთ, თქვათ რომ საქართველოს დავაყენოთ პირველ პლანზე. თუ არა და თუ ვიქნებით ისევ რაღაცა ამ ჩვენ რაღაცა ამ მიშაზე წინ ამბიციებში ჩაკეტილი და პარტიულ ინტერესებში ვივლით ასე წრეზე და თან ეს წრე უფრო და უფრო ქვესკნელისკენ მიდის აი სპირალი. ზუსტად ყველანი ერთად ქვესკნელში და დავკარგათ სამშობლო საბოლოო. ეს საგრძნობს თავს, მაგრამ ზესკნელშია ეხლა და ქვესკნელში ჩასვლის ეშინია. შენ ქვესკნელი, აი, ეფემიზმია ქვესკნელი, თორე ყველა მიხვდით მეგობრებო, სად არის ეგენი. ხო და რა ვიცი, ხა გიაბარამიძე წრეზე დადის თურმე რა. და რამდენი ხანია ამ რთულ პროცესს დაძლევას ცდილობენ და მე მგონია რომ ნაციონალურ მოძრაობა ხო 2012 წლის შემდეგ საამაყო მდგომარეობაში არ ყოფილა, მაგრამ აი ნამდვილ ისტორიულ მინიმუმზე არიან ახლა. გინდა ელექტორალური, გინდა სიმბოლური და სოციალური კაპიტალით, გინდა ეგზისტენციალური ყველანაირი მხრივ არიან ბოლომდე დაფარჩაკებულები და როდის რაღაც აპირებენ ბიჭო ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა რა ძალიან კაი რაღაცა რომ კუდარიო შეიძლებაო წამოაყენო შეიძლება გაასეირდო შეიძლება მიუჯინო ვინმესო მაგრამ ხო ვერ გააცოცხლებო რა და იენა ეკონტი აქვს ძალიან საინტერესო ტექსტი და მე მინდა შევაუთხრა მას გავუშვით გია ჯაფარიძე მე არ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ელოდება რეჟიმი, მოლოდნელები უნდა ვიყოთ. ამიტომ დროის მოგება ჩვენ გვჭირდება, თუ გვჭირდება საერთაშორისო ვითარება, ხანდახან არ არის ხოლმე ჩვენთვის შესაძლებელი. ჩვენ გვჭირდება დროის მოგება და კიდე მეორე რაც მინდოდა მეთქვა, ტვირთი, რომელიც ეხლა ზურაბ ჯაფარიძეს არის, არ ვიცი, ძალიან დიდი მოლოდინები მის გამოსვლასთან დაკავშირებით ისედაც გაზრდილი იყო ამ ესე იგი რა არის გია ჯაფარიძის ანუ იმ გირჩი ჯაფარიძის ძმის მთავარი პოინტი ასე ვთქვათ რომ არ უნდა გავაკეთოთ ის რასაც ელოდება რეჟიმი მოულოდნელები უნდა ვიყოთ მართალია ვადასტურებ რომ გირჩი ჯაფარიძე არის ყველაზე მოულოდნელი რადგან უკანალის მიშვერა შიშველი უკანალის მიშვერა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ვერავინ წარმოიდგენდა და ზოგადად ეხაც რო იგივე ხნას ონ რუსთაველზე ხა ხო ჩაიხადოს და მოისაქმოს თქო მაგით ყველა ჯესეთი უყურე გავნერვიულდებით ან შეიძლება გავნერვიულოთ დავცინოთ ნუ და მოულოდნელი იქნება რა სალსა ანუ ეგ იქნება აქტი შუაგულ რუსთაველზე იმიტომ რომ ამათვის ახლა აქაც ხო რუსი დგას ან პარლამენტში შიგნითაც ხო რუსია და იგივე მეთოდით რატო არ იბრძვის კაცო იქნება აქ გაამართლოს იქნება საზღვრის იქნება მხარეს ვერ დაინახეს კარგად და მაგიტო იყო უშედეგო ეს პერფორმანსი და იქნება აქ გაამართლოს მე მგონი უნდა ცადოს ზურაბ გირჩმა თავის ძმას შეუერთდეს და რაც თავარი არის გირაო არ უნდა გადაიხადონ მე მგონი იმიტომ რომ ეს რუსულ ხელისუფლებას გირაო როგორ უნდა გადაუხადონ პატიმრებზე ლაპარაკობ ნინო ლომჯარია გავუშვით აი ამ ვითომ პოლიტპატიმრებს რო ეძახიან სინდისის მაო სინდისის ნამუსის ვითომ ამაზე გავუშვით ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ეს არის რეპრესიული მანქანა ვაცნობიერებთ ნინო ლომჯარია თქვი ბოდიში არ ეს კალანდაძე არ არის ეს კაცო ხო არა აი მე მინდა კატეგორიული პროდუქტი როგორ შეიძლება ორი ტიტანის ერთმანეთში აბსოლუტურად სხვა მიმართულება მე მგონი თმის ფერმა განაპირობა ხო შეიძლება განაყაველა ხალხალია არ შეიძლება ეს არის ნამდვილად პატიმრის ინდივიდუალურად მისაღები გადაწყვეტილება მაგრამ არ ვიცი უბრალოდ არ ვიცი ეს რაღაც არ ვიცი გმირობა არის ალბათ ვაშკაცობა არ ვიცი როგორ შეიძლება დავახასიათო წარმოუდგენელია ეს რასაც ის არ ვიცი ვაშკაცობა ის გამბედაობა ის ბრძოლა სიმართლისთვის რასაც ეს ქალები და კაცები ახალგაზრდები გვიჩვენებენ დღეს და გასაგები საუბრობს იმაზე რომ მათ განაცხადეს რომ ჩვენ შეწყალებას ხელს არ მოვაწევთო მეგობრებო თუ ვინმეს მოუნდება მეჭმეპარება მაგრამ მაინც პრეზიდენტს თუ მოუნდება გამოყვანა გამოგდება მაგათი შეწყალება არავინ არ მოითხოვს მათთვის რაიმე ქაღალდზე ხელის მოწერას თუ ეს პოლიტიკურად გადაწყდება ისევე როგორც თავის დროზე სალომემ გულავა ხო გამოუშვა და კიდე ვინ გამოუშვა რურუა ხო
ურუა გამოუშვა, ოქრუაშვილი გამოუშვა. პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თავისუფალი დისკრეცია თვითონ გადაწყვეტს, მაგრამ რატო უნდა გამოუშვათ ადამიანი, რომელიც არც დანაშაულს აღიარებს, იძახის რომ კიდე ამოვთხრიო, მაინც ამოვთხრიო. საიდან გაჩნდა ეგ სპეკულაცია? არ ვიცი ხო, საიდან გაჩნდა. რა ვიცი, ვინმე გამოვიდა ლიდერშიპიდან და ქვეს მსგავსი რამე. თვითონ მოიგონეს და მე ხო, აშკარად რა ვიცი, აბა მე არსად არ მომიკრია ყური მსგავსი რაღაცისთვის და ამასთან აუცილებელია ხაზგასმა იმისა, რომ დიდგულზე რო არიან, რომ არ დავწერთ რაღაცა, არის ზუსტად იმის შედეგი. რა ტიპის პენტენსიური დაწესებულება არის საქართველოში, იმიტომ რომ უყურე მაგალითად შენ დროს, შენ როცა იჯექი მაშინ არ დაწერა სხვა რაღაცა იყო ძმაო, იმიტომ რომ ისეთი პირობები იყო მაშინ. მე თავს არც გმირა. შენზე არ გეუნები კაცო მე. არც პოლიტპატიმრად. შენზე არ გეუნები კაცო ხე თავის კეპაგრა. სინდისის პატიმრად. არ გინდა ეს თავის კეპაგრა. მოპირფერები გავა. მე გეუბნები რომ შენ დროს როდესაც ვინმე არ დაწერდა იყო ბევრად უფრო ისეთი კურაჟნი აქტი. ნამდვილი ვიდრე დღეს, იმიტომ რომ დღეს აგერ გამოდიან ტიპები მასიურებით და იმით რა ქვია. არის როგორი ხოდა შედავე რომ გმირი თქვენ კი არა მე ვარ თქვენ. სამი წელი ეჭიდავ. 3 წელი 2 წელი მიიჯი. გმირების ხარ კურორტზე. ნაცი გმირები. სადაც მე ვიჯექი, ხარ კურორტზე. ანუ სექსის ნაკლებობაა პროსტა პრობლემა, თორე დანარჩენი ყველაფერი გა. რატომ მუსიკა არ არის ლაზარეს აზრით, არ არის რაღაც მუსიკა არ რაღაც კონკრეტულ არასწორ კომპანიას აქვს ტენდერი მოგებული, რომელიც მაღაზიაში არც ისე კარგ პროდუქტებს მაგალითად პროტეინის პუდინგი ბიოვეგანური საკვები არის. პროტეინის პუდინგი არ არის მოეწონა პაფლოცკი. არ არის პროტეინის პუდინგი, არ არის ისეთი მაკარონები და მიშა სამი პლიტა რო იყიდა, საჭმლის გამაკეთებელი, უხარისხო პლიტებია. და ზეთები მიფეთქდებაო. ზეთები არის საჭმლის ნარჩენები. საჭმლის ნარჩენები, აი ესე ისვავს და მიშას იყო გავაზრებული რომ 50 ტრუბაჩკა ჭამაო. ბელას ტორტი ჭამაო. შენ ხო იცი რომ არა, ბელას ტორტი სხვა ისტორია. მე პირველ წყაროდან ვიცი, არ დავასახელებ ვის. ახალი წლის პერიოდში იყო იმ ოჯახში სტუმრად და დაიჭირა. მე არ ყვები ხოლმე. ბელა დაიჭირა. არა, ბელაზე არ ყვებივა, სხვა ისტორია. ხო და ეგეთ ჭორებს ხო იცი რომ ცვეტნარი ამბავია პირველ წყაროდან გეუნები. სადაც იყო რომელ ოჯახში სტუმრად, ტრუბოჩკა რაც იდო, ყველაში ჭამა რა. მაგრამ ისიც ცვეტნარი კაიმაღი რო ჭამა იმდენი რომ გადმოაფრინეს. კაიმაღი ხო zrousკდებოდა კუჩი. ხო და ეგ არ შეიძლება, მაგრამ 1 კილო შეჭამა ბიჭო გაგიჟა. მაგას ჰქონდა ყვებითი აშლილობა და დაიბრალა რომ ვეილი ხო გაქვს ნანახი ფილმი. ბულემია ჰქონდა მაგას. ვეილი ხო გაქვს ნანახი ხო იღებენ. არა, ბულემია არის. არჩევ მაყურებელს ვეთქვი ნახონ დარინ არენოვსკის ფილმი ზვიგენით ვეშაპი ვეილ რომელი. ვეილ და მაგას დასაწყი პირველ 5 წუთში არის მიშა. ყველაფრიანად. მათ ხო ორიენტაციის კი, ხო და ყველაფრიანად. სრული პაკეტი არის მიშას ფსიქოლოგია. რომელსაც თქვენ ამჯერად ვინგვეტენება. ჰეგელია. თქვენ პრომოუშენს უკეთებთ და არაფერი არ გამოდის მაინც. ჯანდაბას ახლა თქვენი ზმნა. ვერ გავაცოცხლეთ ხო? დეფიბრილატორს ვადებთ და არ ცოცხლდება ეგ. რა თქმა უნდა ეს არის ცდელობა იმისა, რომ ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური სპექტრი, ბეთორსტები არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის, რომლის სუმცირე ერთი ლიდერი არ არისოს ამ ახალი აბსურდული ბრალის ესე იგი ჭრილში, ეს არის თქო ცდელობა იმისა, რომ ერთი მხრივ გასამართლდეს სრულიად პროდასალური ოპოზიცია, ის ხალხი, ვინც იცავს დღეს ეროვნულ და ევროპულ გზას და პრინციპებს და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეს არის ცდელობა, რომ პოლიტიკური ძალები იქნან გაჩერებული, დაშინებული, დაქსაქსული, როგორც ისინი თქვენ ხოლმე თავად უთავოდ დატოვებული, იმიტომ ისინი თვლიან, რომ ჩვენ რაღაც კონცეფტებით ვართ და ერთი თავი და ერთი ლოკომოტივი ყავს ამ ძალებს, ეს ასე არ არის, ჩვენ შემთხვევაში ასე. მე მინდა მიმართო ვიქოქავს ამას ყოველდღიურად, ხო არა, იგის და რომ თვითონ იქოქება რა. კარგად დაქოკეთ, იმიტომ რომ ეს მასალა არ მომწონს. ან ელემენტი გამოუცვალე. ის რა ქვია, როგორი იქნებოდა გრიგოლ გეგელიას სახელი უკრაინულად? ჰელია. ფრიხოლი. აი, თვითონ სახეც როგორი სპეციფიკური უნდა მოგემარჯოს. ფრიხოლ ჰელია. მიშამ ხო მარტო უკრაინული იცის. მიშამ ქართული ენა დამოიწყდა. თაზოდათუნაშვილი. ძალიან ვალეტები ყავს. არ გინდა თაზოდათუნაშვილი, კარგი. არავალეთი არ არის. ლევან ცუცკიძე არავალეთი. ვინა ვაშკაცკიძე. როხა არის ლევან ცუცკიძე. აბა გაუშვით ერთხელ დაჟე არ გაუშვით მე მგონი.
ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ეს რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე დამავიწყდება. რა თქმა უნდა ეს ყოველ ჯერზე დამავიწყდება. ეს მართლა ეგ უნდა მეთქვა რომ ამას ვერც დავიმახსოვრებ. ყოველთვის დავსვათ შეგიძლიათ ვინ არის ლევან ცუცკირიძე, ამიტომ მოდი ამოვაგდოთ წინ. მაშინ მე დავსვავ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვებს. სად არის შინაგან სამინისტრო? სად არის ისა რაჭველი? ნიკოლოზ რაჭველი. სად არის? სად დირიჟორობს? სად არის ნიკოლოზ რაჭველი? სად არის? სად არის ჭოლა? დოი სად არის? აი დოი მართლა სადაა? სად არის? კი ბატონო. დოი რომელიც რევოლუციურ რევკომს ედგას იმას სათავეში. სად არის? რომელსაც რეგიონებიდან უნდა წამოეყვანა ქარიშხალი უნდა. გენდალფს რა ვარს მოყავს დიდი არმია. ბიჭო, დადგეს ყველა გეგმაზომიერად წაყვნენ. ყველაფერს დადგეს ეს რევოლუციური თეატრი და ნახეს რომ თეატრი არ ამართლებს თურმე მაგ მიზნებს არა მე თბილისში დაბრუნდა იქ დადგა იქ დადგა ახალ რაღაცას სწავლობს იმ სინდისის ყოფილმა პატიმარმა რო თქვა რომ შექსპირი ვაგერი იმან დაბადაო დოიმო ხო გახსოვს რაღაცა ხო დადგა ზოგადად მეგობრებო თეატრის მელპომენას სახურთ შევიათ ყველაზე მეტი გამოშტერება რა იმიტომ რომ იმდენად ჩართულები არიან აი ამ თავიანთ თეატრალურ სფეროში რომ გონიათ რომ დედამიწას ამოძრავებენ რა და როგორ შეიძლება მსახიობმა და რეჟისორმა არ მოუწოდოს იმიტომ რომ დოი გახსოვთ რომ იმუქრებოდა შიზოიდის უკან ეხლა ნახავთ იწურებ თეატრის გემის ძალას თეატრის ძალას სადაა ხო სადაა დოი ძალაში დაიკარგა დოის ჭოლას და ჭოლას ძალიან კარგად არის ანუ იმენა მაგათირე კულტურული ჭოლას გოდარი ტრიუმფო რივეტი აი მაქსამეულის ისმენდა რა ჭოლას არასოდეს შებერტყილ ბურულს არასოდეს არ უთქვამს რომ რევოლუციას აპირებს არ გაუჩერებია ერთი წამით მაგრამ თქვა რომ გვერდში უდგავა რომ მეო დოის აწამოწყებაშიო ამ წამოწყებაში დოის გვერდით ვარო სალომე სამადაშვილი გვინდა მოსაწყენი ქალია ძალიან გაუშვით და დოის პროსტა რამე რო გაუშვათ აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში სადმე არაფერზე არ გამოჩნდა. არა, თორე ხო გექნებოდა. ერთი თვე ვაფშე საჯაროობა არა აქ ის. საერთოდ არ ჩანს დოი, დიდი ხანია. სპეციალური დოის კატელი გვაქვს. ახალ წელი მაინც მოგვილოცოს. ახალ წელს არ მოგვილოცოს. რევოლუცია უსურვოს. ბიჭო, სალომე მოგვილოცოს. აკაცუწევს. აბა რა სიზონს, ნო? დადგება. უეჭველი პრეზიდენტის მილოცვა იქნება. ექნება ეგრე და გაუშვათ პრეზიდენტის მილოცვა. პირველი გაუშვათ მიშას მილოცვასაც. სალომეს მილოცვასაც. და რომელს გაუშვებს პირველად? მიშა და მე მიშა წაიკითხავენ, იმიტომ რომ ვერ გაუშვებს ეთერში. მერთო პაპატია და პატრიარქის ნაცვლად ბოროტერო. ბოროტე. ბიჭო, მოდი ახლა დავიწყოთ. სვეჟი იქნება. ინტელექტუალური სპეკულატიური ექსპერიმენტი. გავჭრათ, ესე იგი, პრეპარირება ჩაუტაროთ სოციალურ სხეულს და იმათ ვიღავთ. თუ პრეზიდენტი ყავთ. სამღვდელოებას ხელმძღვანელობს ვინ? დობ მამა ბოროტე. თუ პეტრე. არ პეტრე იმას რა ქვია. არა, პეტრე აღარ არის. პეტრე ქვეყნის გარეთ გავიდა და ეხლა უკვე საერთაშორისო არა, პეტრე კოლხზე არ არის საუბარი. პეტრე. მეუფე პეტრეზე. მეუფე არის? პეტრე კოლხი. ყოფილი ex former მეუფეზე. მოკლედ, როგორი საკითხია ხა ნახე. გაგძელე. ხელმძღვანელი არ ვიტყვი პატრიარქს, ხელმძღვანელი იქნება უფროსი. დოროთე, იმიტომ რომ დოროთე უფრო კონცეპტუალური ტიპია. პეტრე იქნება რომელი პეტრე ის? არა, ეს პეტრე. იქნება რაც იყო, საქმეების დამლაგებელი ცოტა აქეთ ცოტა იქით. პეტრე კოლხი იქნება უფრო ახალგაზრდების გადმობირების საკითხი და აი უფრო ხო კომუნიკაცია პროზელიტიზმი ახალგაზრდა ხო და კი ეხლა არა გარჩე წავიდა ეხლა პრეზიდენტი სალომე მისიონერულ საქმეს იბარებს პეტრე კოლხი ვინ იქნება ჯარს ვინ და მე უფრო მაგარს გეტყვი სამღვდელობა თვითონ ახალ თეოლოგიურ კონცეფტს შეიმუშავებს და გადაეწყობა მათი სამღვდელობა მარტო მართლმადიდებლობა ეს იქნება უფრო ნანუკა ჯორჯოლიანი ფრაგმენტირებული არა შეითავსებენ დამბლდორს და მამა რუსულას ნანუკა ჯორჯოლიანი და მიშას ნანუკა ჯორჯოლიანი როგორც უხწნელი სხეული მიშა როგორც პოლიტიკა შეხედე მამა რუსუდანი და დამბლდორიც ეყოლებათ სამღვდელოებაში და ბოროტეც და ბოროტე ის იქნება ეხა ნახე არა შანსი არ არის შანსი მაგარი რამე მოვიფიქრე მიშა გამოდის და არის ორსახოვანი როგორც პოლიტიკოსი და როგორც ორსახაიანუსი იანუსი როგორც პოლიტიკოსი და როგორც რელიგიური ფიგურა მარტვილი შეხედე და ეს ყველაფერი მაგარი თემებით ფერადი ზედები ესმევათ
ნანუკა ჯორჯოლიანის რეკომენდაცია ზედები მარტო. კი. დოიგებია რა. აი მიშა, იმიტომ რომ ზოგადად ნაცებს ხო რელიგიური და პოლიტიკური ნაწილი ქონდათ. რელიგიური ნაწილია ფანატიკოსი ნაცები და პოლიტიკური ეს მელიას ნაცები. მიშა იქნება პოლიტიკოსიც და კვირაობით წვერს მიიწებებს, ან უწვეროთ ადრეს ფორმაში რაღაცა და შებერავს რა. მიშა ჩვეულებრივად იტყვის რომ მე უკვე გარდავიცვალე და აუზდექი. კი. თარიღს აარჩევს რამე. ბაბშე იქ იქნება ბოროდაზე მაღლა. ნიკოლოზ რაჭონმა დადო პოსტი, ხო წავიკითხეთ ის რომ მე ვაფშე ფიქრობ დაუკრა თუ არაო რა. ხო. ეგ არის მაგის ბოლო დაუკრავო. არა, გადაწყვეტილი. ჩვენ თუცად მოიქცევით, შეიძლება არა. ჯერ კიდე ფიქრობს. მაგრამ რაზე იქნება კალაშნიკოვზე დაკვრას გულის ხმობს გური ეგ არ აი დაგავიწყდეს. ეგეთი შანტაჟი პროსტა როგორ შეიძლება ადამიანმა მაგათიკა უნდა კონდეს რომ ამას გაუძლო და არ და მაგათ ყველაფერს შეგასრულებინა. ლიბერძებილების კულტურის მინისტრი ვინ არის? კულტურის მინისტრი არა დოი უფრო დოი თავისუფალი ხელოვანი ბუღაძე მამა ხო მამა ბუღაძე ან თვითონ შვილი ბუღაძე ორივე დღეს იქნება ღამე არ ქეთი დევდარია ორივე არა ქეთი არა ორი მამა შვილი პირველად ორივე ერთად ლუც რიცხვებში ანუ ორი ხელის მოწერა იქნება საჭირო ლუც რიცხვებში არა ორივე ერთად და მამა შვილი რო დაჯამენ ერთად კაი სამხედრო ჯარის სამხედრო უამრავია მენაპირე ერისთავი არა ეგ საზრდაცვა არის არ მაგას უკვე მისცემ გუბაზი შეიძლება თავისუფლად გუბაზ ფული უნდა რა მიშა ჯარი მიშა ტანკნაზად აი მიშა და გუბაზი ვაფშე ორ-ორი ფეხბურთი თამაშებს ფეხბურთს ესენი ხო უკვე აღარ ვარგიან ჩვენი ფეხბურთელი მაგათი ორი ფეხბურთელი დარჩებათ რა მამა ბოროტე როგორ კაცო მამა ბოროტე მაგარ წიდან ზღოლის იქნება და ფეხბურთელი არა მონტი პაითონის სკეჩი რო არის ხო იცი ფილოსოფოსები გერმანული ფილოსოფიური სკოლა და რო არ უტყავთ ეგრე მამა ბოროტე ბეკენბაუერი ვინ იქნება მან აი შინაგან მინისტრი ყავთ მაგათ ო აი მან მაგ საერთოდ დაცვა თორე კაი ტურაშვილი მინდა გიგა მაქარაშვილი არა ეგ გაბანძება ტურაშვილს წერალთა სახლი მაშინ განათლებაში ტურაშვილის პლუსი არის რომ ისტერიული და თავის აქცევა შეუძლია მარტო თავის იგნები და დაბეჭდოს და თავის აქცევა შეუძლია და წაიქცევს რა იქ მაშინ ფეხბურთში გაშანდაებს რა თუ თავის აქცევა სიმულიანტობის პონჩი ფეხბურთში კაი მოკლედ გორგილაძე აი კაც არ წიწევა გორგილაძე მეგობრებო საზმაოს უფროსი თემა მაო საზმაოს უფროსი და ხვდები საზმაურას ანუ ხვდები პროზა რად გადაიქცევა მეგობრებო დიდი მადლობა ამ სხვა შორის რამე ესეთი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო გადაცემა რა თავი და ბოლომდე რაღაცის დაკომპლექტება ამ საზარელ ფანტაზიას არ დაუჯეროთ ნაც საქართველოს ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მეგობრებო ხვალ კარგად დამდებოდეთ მე ზეგ